დღეს 12 მაისს ქართველი საზოგადო მოღვაწისა და დამსახურებული მსახიობის ოთარ მეღვინე-თუხუცესის დაკრძალვის ცერემონია მოეწყო. იგი დიდუბის პანთეონში დაკრძალეს. ქართული კინოს ისტორიასა და ქართველ ერს ოთარ მეღვინე-თუხუცესმა ანდერძად ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი და ღირებული როლი დაუტოვა. არ შეიძლება არ აღინიშნოს დათა თუთაშხიას პერსონაჟი, რომელიც განსაკუთრებით შეიყვარა ქართველმა ხალხმა. საერთოდ მის გენიალურობაზე ჩემი მხრიდან ლაპარაკი უხერხულია, ეს მთელმა საქართველოს მიწის და გარდა ამისა რომ ის სუპერ არტისტი იყო, შეიძლება ესე შეფასდეს სოფლიო რანგის ის არაჩვეულებრივი მოქალაქე იყო, სამაგალითო. ტონი ოთარი ეს იყო მოვლენა ქართულ თეატრში და კინოში. და იცით რა, ხშირად არის ხოლმე რომ მსახიობები თეატრში ვთქვათ კარგები არიან, კინოში ისე ვერ ჩანან, ან კინოში და თეატრში ისე. აი ბატონი ოთარი თეატრშიც და კინოშიც ორივე იყო უმაღლესი დონის, უმაღლესი რანგის, უმაღლესი ოსტატობის. ოთარ მეღვინე-თუხუცესი იყო არა მარტო დიდი მსახიობი თეატრში, არამედ იყო ასევე კინოში არაჩვეულებრივი მსახიობი. მას მრავალი ფილმის გმირი განასახიერა, ყოფილ ლენინგრადში, სანქტ-პეტერბურგში, ასევე მოსკოვში და რა თქმა უნდა თბილისში მისი მან შექმნა უკტავი სახე დათა თუთაშხიას.